მოგესალმებით ძვირფასო თანამემამულეებო. დღეს თქვენთან ერთად უნდა გავმიხილოთ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის JD Vance-ის ვიზიტი სომხეთში, რომელიც გუშინ გაიმართა და დღეს რეალურად დასრულდა, დღეს გაიმგზავრა უკვე აზერბაიჯანში. და რა თქმა უნდა აზერბაიჯანში ვიზიტის შესახებაც გვექნება ინფორმაცია, მაგრამ ამ მომენტისთვის მხოლოდ გვაქვს სრული წარმოდგენა სწორედ სომხეთში ვიზიტის ფარგლებში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო ბევრი მნიშვნელოვანი მდგენელით და ინფორმაციით, რაზეც ვეცდები რომ დღეს მოგაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია და გავაანალიზოთ ერთად აღნიშნული საკითხი. და დავიწყოთ პირველ რიგში ვიზიტის შინაარსიდან გამომდინარე. ეს ვიზიტი ნამდვილად არ იყო ტრიპის პროექტის ფარგლებში მხოლოდ, ეს ცალსახა არის, თუმცა ტრიპის პროექტსაც მნიშვნელოვნად მოიცავდა. რეალურად ამ ვიზიტის ლოგიკაში ჯდება ასევე გარკვეულწილად თეორიული კავშირი საქართველოსთანაც. თუმცა მეორე საკითხია, რომ JD Vance-მა, ისე როგორც შეერთებულმა შტატებმა აირჩიეს სტრატეგია, როგორც ჩანს, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართულებით ნაბიჯის არ გადადგმის და ეს ძალიან ნათლად გამოჩნდა, რადგანაც რეგიონალური ვიზიტი უნდა ყოფილიყო თავისი შინაარსით და შეიძლებოდა რომ ყოფილიყო ასევე საქართველოში და უნდა ყოფილიყო საქართველოშიც, მაგრამ ფაქტია, რომ არ განხორციელდა. ვიზიტი დაიწყო სომხეთიდან, პირდაპირ ჩაფრინდა ერევანში და ეს რა თქმა უნდა უკვე აი ამ მდგენელს ცვლის. ბოლო ყველაზე მაღალი რანგის ასეთი თანამდებობის პირი შეერთებული შტატების იყო პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, რომელიც თბილისში იყო ჩამოსული, თავის დროზე ახლა უკვე ვიცე-პრეზიდენტის დონეზე ასეთი ვიზიტი განხორციელდა, თუმცა თბილისში არ იყო ვიზიტი. ამით პრინციპში ძალიან ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ახლა უკვე ერევანს გააჩნია ის სტრატეგიული მნიშვნელობა შეერთებული შტატებისთვის, რომელიც თავის დროზე ჰქონდა თბილისს. რას გულისხმობ ამაში? მოდით კონკრეტულად ვთქვათ, საქართველოსთან სამწუხაროდ შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა არის შეჩერებული, შეგახსენებთ და მიზეზი ოფიციალურად ვაშინგტონის მტკიცებით არის საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური და ანტიამერიკული ქმედებები, რომელიც ძირს უთხრის აი ამ სტრატეგიულ პარტნიორობას. მეორე მხრივ, სომხეთთან ასეთი შეთანხმება არის გაფორმებული თან ახლახანს და საკმაოდ აქტიურად ახლა მიმდინარეობს თანამშრომლობა. ასე რომ ეს შეფასება, რომ დღეს რეგიონში შეერთებული შტატების მთავარი პარტნიორი არის სომხეთი, არ არის მხოლოდ ემოციური ან ასე ვთქვათ, მოსაზრების დონეზე, არამედ ეს არის კონკრეტული დასაბუთებული მტკიცებულება საბუთზე დაყრდნობით. თუმცა საკითხი ნამდვილად არ შემოიფარგლება მხოლოდ აი ასეთი დოკუმენტური თანამშრომლობით, საკითხი მოიცავს უზარმაზარი მოცულობის შეთანხმებებს სხვადასხვა დარგში და ახლა თქვენთან ერთად ამას გამვიხილავთ. ეს არის ბირთვული თანამშრომლობის მიმართულება, ეს არის ფაშინიანის დაპატიჟება ვაშინგტონში ახლა მშვიდობის საბჭოს მორიგ სხდომაზე 19 თებერვალს, ეს არის ტრიპის ფარგლებში მიმდინარე უზარმაზარი ინვესტიციები და ჩართულობა, სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნის დღის წესრიგი, სომხეთში NVIDIA-ს აქტიური ინვესტიციები და ჩართულობა, სამხედრო თანამშრომლობა და კონკრეტულად დრონების გაყიდვა, ისევე როგორც ლიცენზიები ტექნოლოგიების ექსპორტზე, რაც ძალიან სერიოზული ამბავია, ბირთვული შეთანხმების ფარგლებში 1-2-3 ტიპის შეთანხმების გაფორმება სომხეთთან, რაც უზარმაზარ დაახლოებით $9 მილიარდ არის საუბარი ინვესტიციაზე და აი ეს ყველაფერი ეფუძნება როგორც JD Vance-მა განაცხადა იმას, რომ სომხეთი აწარმოებს ისეთ კურსს და პოზიციას პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, რომელშიც ჩვენ დარწმუნებული ვართ. და სანდო არისო სომხეთი თავისი პოლიტიკით ამ მიმართულებით. მოდით ეს ყველაფერი დეტალურად გავაანალიზოთ, ძალიან ბევრი საინტერესო აქ ინფორმაცია არის.
პირველ რიგში გთხოვთ, რომ აუცილებლად დაალაიქოთ ეს ვიდეო, მოიწონოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი არხის შემდგომი განვითარებისთვის. ასევე დაწერეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში, შეურაცხყოფელი განცხადებებისგან თავი შეიკავეთ ნებისმიერი მიმართულებით. ასევე, რა თქმა უნდა, გამოიწერეთ არხი, ჩართეთ შეტყობინებები და გააზიარეთ ეს ვიდეო სურვილი შემთხვევაში. ამ ყველაფრით ეხმარებით არხის შემდგომ განვითარებაში და ჩემს მიერ ახალი ასეთი ანალიტიკური მასალის მომზადებაში. დიდი მადლობა. გადავიდეთ თემაზე. მთავარი შეთანხმება, რომელიც დაიდო ამ ვიზიტის ფარგლებში, უკავშირდება მშვიდობიან ბირთვულ პროგრამას. სომხეთს 1980 წლიდან გააჩნია ატომური ელექტროსადგური მეწამორში, რომელსაც ასევე უწოდებენ სომხური ატომური ელექტროსადგური. ამაზე ჩვენ თქვენთან ერთად გავაკეთეთ მიმოხილვა და გვერდზე არის ხელმისაწვდომი, თუ გაქვთ სურვილი შეგიძლიათ იხილოთ. და რეალურად უნდა ვთქვათ, რომ ეს მნიშვნელოვანი ძალიან შეთანხმება არის, რომელიც გულისხმობს კონკრეტულად იმას, რაც განვიხილეთ აი ამ ვიდეოში, რომ შეერთებული შტატები და სომხეთი გააფორმებენ მოდულური ტიპის ატომური სადგურის მშენებლობის შესაბამის შეთანხმებას. ეს გულისხმობს რეალურად 2036 წლისთვის სომხური ატომური სადგურის დახურვას და ამის ნაცვლად პრაქტიკულად 2000 შეიძლება 32-33 წლისთვის უკვე, ანუ რამდენიმე წლით ადრე მზად უნდა იყოს პირველი მოდულური ატომური ელექტროსადგურის, რომლის სიმძლავრე იქნება დაახლოებით 300 მეგავატი-საათი. დღევანდელი მოქმედი სიმძლავრე არის 375 მეგავატ-საათი და მარტივად ჩანაცვლება ეს რეალურად, რადგანაც ამავდროულად აქტიურად ვითარდება სომხეთში კონკრეტულად მზის პანელების მიმართულება, კლიმატური და რელიეფური შესაძლებლობები ხელს უწყობს ამას რეალურად სომხეთის მიმართულებით კიდევ უფრო და ამიტომ ამ ვითარებასაც ავითარებენ. აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაახლოებით 1.5 მილიარდი ჯდება ეს პროექტი, რაც არის საკმაოდ იაფი, თუ ამას განახორციელებენ სხვა დიდი მოცულობის ატომური ელექტროსადგურის ფარგლებში. და იმის საშუალებით, რომ არის საკმაოდ იაფი, რეალურად ტრიპის პროექტის ფონდის ფარგლებში შეიძლება მათ შორის ამის განხორციელება და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ გრძელვადიანი უპროცენტო კრედიტის გაცემა სომხეთისთვის ამ პროგრამის განხორციელებისთვის. შემდგომ შეიძლება მოდულური ატომური ელექტროსადგურის გაფართოება ძალიან მარტივად. კიდევ ერთი მოდული არის ის ზუსტად იგივე ოდენობის, გაცილებით იაფი დაჯდება, იმიტომ რომ ყველაფერი უკვე მზად იქნება მაგისთვის და შეიძლება ასე ატომური სადგურის გაფართოება. ეხლა რატომ იგეგმება ეს, ანუ გაფართოების კონტექსტი რატომ არის ჩადებული დღის წესრიგში? იმიტომ რომ სომხეთში პარალელურად იწყება ორი უზარმაზარი პროექტი. ეს არის ტრიპის პროექტი, რომელზეც ასევე არის დადებული რიგი შეთანხმება და რომელიც მოიცავს კერძოდ რკინიგზას, გზას, გაზსადენს, ნავთობსადენს, ელექტროენერგიის დამაკავშირებელ კაბელებს, ინტერნეტის კაბელს და ასევე მოიცავს სხვა კიდევ შესაძლო გარკვეულ ინფრასტრუქტურასაც. და ამ ყველაფერს თანმხლები ინფრასტრუქტურაც არსებობს, მათ შორის ამ ყველაფერს ჭირდება ელექტროენერგია და სწორედ ამიტომ ამ ელექტროენერგიის მოხმარების მიმართულებით ატომური ელექტროსადგური, რომელიც არის სეისმურად უსაფრთხო და უზრუნველყოფს სომხეთისთვის სუფთა ენერგიას, უსაფრთხო ენერგიას, თან შეერთებული შტატები მიაწვდიან საწვავს ბირთვულს, რომელიც გაცილებით უფრო იაფი და ხელმისაწვდომი იქნება ვიდრე რუსული საწვავი. ეს არის გეოპოლიტიკური სერიოზული ნაბიჯი. გასაკვირი არ არის, რომ დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მზად არის რუსეთი, აი ამის მერე უკვე, ამ განცხადებების მერე, განიხილოს სომხეთთან, რაც შეიძლება უფრო ხელშესახები ასეთი კონკრეტული ნაბიჯები, რომ გადაიდგმას და კონკრეტულად მზად არიან გარკვეული ფასდაკლებით ან შეღავათით, მოდით ასე ვთქვათ, ხო? ისეთი შეთანხმების გაფორმება, რომელიც რეალურად ხელს შეუწყობს მათ, რომ ააშენონ ეს ატომური ელექტროსადგური რუსეთთან ერთად. ანუ საუბარია იმაზე რეალურად ეს პირდაპირ ვთქვათ, რომ
დაახლოებით შეიძლება ან უფასო დაუშენონ და შემდეგ ვალში იყვნენ და ნელ-ნელა გადაიხადონ, ან გარკვეული რაღაცის სანაცვლოდ. მოკლედ, რუსეთი მზად არის, რომ თვითონ ჩადოს ინვესტიცია მიმართულებით, მთავარია რომ არ იყოს ამერიკული ატომური ელექტროსადგური და მთავარია რომ რუსული იყოს. სომხეთიდან ამაზე პასუხი არ არის, იმიტომ რომ სომხეთი არ აპირებს ამ პოზიციის ცვლილებას და უკვე გადაწყვეტილი ამბავი არის, როგორც ჩანს, პრაქტიკულად ამერიკული ატომური სადგურის მშენებლობა. გარდა ამისა, ეს მნიშვნელოვანი არის ასევე ვენსის ვიზიტის ფარგლებში ხაზგასმულია სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრის გახსნის მნიშვნელობა. და ეს უზარმაზარი მნიშვნელობის საკითხი არის, რადგანაც დღეს სომხეთი რეალურად მათი პერსპექტივიდან ვამბობ, აი სომხეთიდან დანახული პერსპექტივიდან დამოკიდებულია ძალიან საქართველოზე, ხოლო იქ პრინციპში ძალიან ღიად აღიქმება, რომ დღეს საქართველო არის რუსეთის გავლენის ქვეშ, სომხეთს არ სურს იყოს სრულად ესეთი დამოკიდებული მათი პერსპექტივიდან, ერევნიდან, სხვადასხვა ანალიტიკოსის შეფასებით მათ შორის არ უნსურს იყოს დამოკიდებული თბილისზე, რომელიც არის რუსეთზე დამოკიდებული და არ არის ბოლომდე სუვერენული საკუთარ გადაწყვეტილებებში და სწორედ ამიტომ სომხეთი თვლის, რომ თურქეთის გავლით ტრანზიტის გახსნა ევროპის და დასავლეთის მიმართულებით არის ერთ-ერთი კონკრეტული გზა, მათ შორის სომხეთის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის სუვერენიტეტის რუსეთისგან. მეორე მომენტია, რომ და ამაზე ვენცმა პირდაპირ თქვა, რომ შვიდობის შენარჩუნებას სჭირდებაო ძალა. ანუ სომხეთში ნამდვილად ასე თვლიან, რომ დიახ, აზერბაიჯანთან მშვიდობის შენარჩუნებას სისუსტის ნაცვლად ძალა ჭირდება. და ვენცის ეს განცხადება არის ძალიან მნიშვნელოვანი, სომხეთში ძალიან გაუხარდებოდათ პრინციპში და გაუხარდათ ეს განცხადება, რადგანაც საუბარია იმაზე, რომ შეერთებული შტატები ამბობენ ასეთ რამეს, მშვიდობა დგას ძალაზე, ჩვენ ეს ძალა გაგვაჩნია და ჩვენ ამ ლოგიკის ფარგლებში სომხეთს გადავცემთ სხვადასხვა ტექნოლოგიას, რომელიც სომხეთსაც მისცემს საშუალებას ეს მშვიდობა შეინარჩუნოს. რაზე არის საუბარი? პირველი სერიოზული სამხედრო შეთანხმება დავდეთო სომხეთთან, რომელიც გულისხმობს 11 მილიონი დოლარის სადაზვერვო ვერტიკალური ფრენის დრონების გაგზავნას და გაყიდვას სომხეთისთვის, რომელიც სომხური რელიეფის ვითარებაში მთაგორიანი ადგილებია, ძირითადად საზღვრები, მისცემს საშუალებას ეფექტურად საზღვრების კონტროლის და ერთ-ერთი პრინციპში ყველაზე ბოლო თაობის ტექნოლოგია არის, რაც ამერიკელებს გააჩნიათ ამ მიმართულებით. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ეს არის პირველი შეთანხმება, რომელიც კი ბატონო, თუმცა ამას რეალურად შეიძლება შეიარაღების მიმართულებითაც გამოიყენო, ეგ ცალკე თემა არის. აი VBAT დრონები ქვია, ვინც სამხედრო სპეციალისტია, თვითონ შეისწავლის ჩვენი არხი ხლა. თლად მილისტარისტური არ არის, რომ მე დავიწყო დეტალური ინფორმაცია დრონებზე რომ მოგაწოდო, თუმცა არის ამაზე სავსეა ინტერნეტი თუ გაინტერესებთ, ნახავთ, VBAT დრონი რეალურად ვერტიკალური ფრენის არის და შეგიძლია მხოლოდ დაზვერვის მიმართულებით გამოიყენო და შეგიძლია ამავდროულად დაზვერვის ნაცვლად, დაზვერვასთან ერთად, უფრო სწორად, გამოიყენო ეს დრონი და კონდეს მასზე შეიარაღება სპეციალური რაკეტები, რომელიც დარტყმასაც მიაყენებენ საჭიროების შემთხვევაში. ამერიკული ფლოტი იყენებს საკმაოდ აქტიურად აი ამ დრონებს, იმიტომ რომ ვერტიკალური არის და მის ფრენისთვის საჭირო არ არის არანაირი სპეციალური ადგილი, 3 მეტრაზე ადგილი საკმარისია ფრენისთვის. და რეალურად ეს დრონები, რა თქმა უნდა, სომხეთის შემთხვევაში ძალიან საინტერესო შესაძლებლობა არის. თუმცა ეს არის დასაწყისი, როგორც ეს თქვა, ვენსმა პირველი ნაბიჯი და სავარაუდოდ სომხეთთან კიდევ უფრო გაღრმავდება სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობა. ვენსმა თქვა ასეთი რამე, რომ ჩვენ ტექნოლოგიებს, ესეთ ტექნოლოგიებს არ გადავცემთო ხოლმე არავის. სომხეთი ამ შემთხვევაში გამონაკლისი იქნება, რადგან ჩვენ დარწმუნებული ვართო სომხეთის დღევანდელ ვექტორში და ხელისუფლების პოზიციაში. გარდა ამისა, საუბარი შეეხო ასევე სამხედრო თანამშრომლობას, აღინიშნა, რომ 3 წელია აქტიურად მიმდინარეობს ერთობლივი წვრთნები და სამხედრო პარტნიორობა სხვადასხვა მიმართულებით და აქედან გამომდინარე რეალურად
პირდაპირ უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულად სამხედრო მიმართულებით ძალიან წარმატებული თანამშრომლა გაგვაჩნიაო და ეს გაფართოვდება. თუმცა კიდევ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ სფერო უკავშირდება სწორედ ჩიპების და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ესეთი ტექნოლოგიების ექსპორტს და რეალურად ეს ჩიპების ექსპორტი გულისხმობს არა მხოლოდ ლიცენზიას იმ ჩიპებზე, რომელიც NVIDIA-ს მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპანია არის NVIDIA ეხლა რეალურად გაუსწრო Apple-ს და კიდევ Microsoft-ს და სხვებს და NVIDIA-ს იმ ჩიპებზე, რომელიც რეალურად სულ რამდენიმე ქვეყანაში არის ხელმისაწვდომი, როგორც ამას გვეუბნება სხვადასხვა წყარო, კერძოდ გაერთიანებულ სამეფოში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ტაივანში და ისრაელში და ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა ეხლა გახდება სომხეთი, სადაც უნიკალური ჩიპების ექსპორტის საშუალება მიეცემა, სადაც იქმნება 9 მილიარდი დოლარის ინვესტიციის დატა ცენტრი, ხელოვნური ინტელექტის ცენტრი, ამას დაემატება რეალურად უკვე საუბარია და 1,5 მილიარდიანი დატა ცენტრი გახდება ეს ხელოვნური ინტელექტის ცენტრი, თუმცა ყველაზე საინტერესო კიდევ სხვა რამ არის, ვენსმა თავის განცხადებაში ისაუბრა იმაზე, რომ სომხეთში ჩიპების წარმოებას დაიწყებენ. სავარაუდოდ ეს შესაძლებელი გახდება ტრიპის პროექტის ფარგლებში, რადგანაც ის იშვიათი მეტალები, რომელიც არის ცენტრალურ აზიაში და ნაწილი არის სომხეთშიც, ამასაც გეტყვით, მათი რეალურად მოპოვების ადგილი არის ეს და შეერთებულ შტატებს შეიძლება აი ამ იდეის კონცეფციის ფარგლებში, ტრიპის ფარგლებში, მათ შორის 100 წლის განმავლობაში განახორციელოს აი ამ მეტალების და ადგილზე ტექნოლოგიების მეშვეობით ჩიპების წარმოება და მერე ჩიპების გამოყენებაც და რეალურად ეს შესაძლებელი გახდება სწორედ აი ამ ტრიპის, ცენტრალური აზიის პლუს ატომური ელექტროსადგურის მეშვეობით, ანუ ერთობლივი ასეთი ქსელი შეიქმნება ტექნოლოგიური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, რომელიც სომხეთის ერთი მხრივ უსაფრთხოებას, იმიტომ რომ სამხედრო თანამშრომლობასაც მოიცავს, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს, რაც არის წარმოუდგენლად დიდი, ჩემი აზრით, მიღწევა სომხეთისთვის, ძალიან სერიოზული. პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემი აზრით ეს არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება. მე სომხეთის და შეერთებული შტატების, სომხეთის და ევროკავშირის კონტაქტებს კავშირებს ყოველთვის ვემხრობი და ყოველთვის ხელს ვუწყობ როგორც შემიძლია, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ საქართველოს და სომხეთის ადგილი არის ევროატლანტიკურ სივრცეში. პრობლემა მთავარი ის არის, რომ საქართველო მთლიანად ამ პროცესების მიღმარი დარჩენილი საკუთარი ანტიდასავლური ხელისუფლებას გულისხმობ, ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგად, რომლის შედეგადაც ვაშინგტონთან და ბრიუსელთან ნდობა, რომელზეც საუბრობენ კონკრეტულად ბრიუსელის, ვაშინგტონის და ლონდონის მიმართულებით რა განცხადებებიც კეთდება აქედან ნდობა გამქრალია, ხოლო ვენსმა ძირითადად ის თქვა, რომ ნდობა არსებობსო ფაშინიანის და მისი ხელისუფლების მიმართ. დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ფაშინიანი ხვდება პუტინს ხანდახან, საქმე იმაშია, რომ შენ რა მიზნებს აღწევს. ბოლოს რომ პუტინს შეხვდა, უთხრა, რომ რკინი გზა ესე იგი აღადგინეთ, მათ ეკუთვნით კონტრაქტით. თორე წაგართმევთო ნაციონალიზაციას მოვახდენთ. ასე რომ გააჩნია რაზე ხვდები პუტინს. თუ პუტინს ხვდები იმაზე, რომ გახსნა რკინიგზა, რომელიც შენ პუტინისგან დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს და ეგრევე ეუბნები, რომ წაგართმევ თუ რამე რუსულ ერჟედეს და პრაქტიკულად შიდა დისკურსი არის, რომ აგენტურამ გადასცა რუსეთს ეს და არა, ანუ ეს ნეგატიურ კონტექსტში არის განხილული. ესეთ შეხვედრა პუტინთან არაფერს არ ნიშნავს. თუ პუტინს ხვდები, მანამდე ფაშინიანი პუტინს ხვდებოდა, რომ საზღვრიდან რუსი ჯარისკაცების გაყვანა მოხდარიყო და გაიყვანეს. ასე რომ გააჩნია, როდესაც ჩვენც ხვდებოდით ადრე ძალიან პუტინს, რომ ბაზები გაიყვანათ საქართველოს ტერიტორიიდან, ეს დადებითია, ჩვეულებრივი ამბავია, პრობლემა მაგაში არ არის. პრობლემა იმაშია, როცა პუტინს შეიძლება არც ხვდები, მაგრამ იმ პოლიტიკას აწარმოებ, რომელიც მას აწყობს და ზრდი გავლენებს შენი ქვეყანაზე, რუსეთის და რეალურად მაგის მაჩვენებელი არის რა მდგომარეობაში არის დღეს საქართველოს, გინდ ეკონომიკა, რამდენად დამოკიდებულია რუსეთზე, გინდ ის რომ ყულევის ნავთობგადამუშავების ესე იგი ქარხანაზე ევროკავშირი სანქციებს გეკმავს, იმიტომ რომ რუსეთს ეხმარებითო სანქციების გვერდის ავლაში
და გინდ, რა თქმა უნდა, ჩვენი სამხედრო ხარჯები. ყველაზე სუსტი ვართ რეგიონში და ჩვენი შეიარაღებული ძალები არის რეალურად სოციალური პროექტი ამ მომენტისთვის, რაც წარმოუდგენლად მცდარი კონცეფცია არის. გარდა ამისა, ჩვენ დავკარგეთ მოკავშირე. მითხარით, ვინ არის საქართველოს მოკავშირე დღეს? ვინ? რომელი ქვეყანა არის ჩვენი მოკავშირე? სომხეთს გააჩნია მოკავშირე, შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ინდოეთის კონტექსტში აზერბაიჯანს, თურქეთი, პაკისტანი, რაღაც საკითხებში ისრაელიც ეხმარება, ეხლა სომხეთიც ცდილობს ისრაელთან დაახლოებას, საქართველოს ვინ? ჩინეთი, რომელსაც სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტში გვიწერია, რომ ჩვენ ვაღიარებთ მათ ტერიტორიულ მთლიანობას და ჩინეთის რომ აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას არ წერია. ეგ არის სტრატეგიული პარტნიორობა? რუსეთი, ნუ რაზე არის საუბარი? ორი საელჩო აქვს საქართველოს ტერიტორიაზე ეხლა, სოხუმში და ცხინვალში. და ბაზები და დევნილები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? მცოცავი ოკუპაცია. ვინ არის ჩვენი მოკავშირე? პრობლემაც ამაში არის ზუსტად. და ნდობა რომ დაკარგულია, იმიტომ რომ განცხადებები და პოლიტიკა, როდესაც ანტიდასავლური გახდა და მე ხედავ შედეგებს, იცით? კომენტარებშიც ვკითხულობ და წარმოუდგენელი კომენტარები მხვდება ხანდახან რა. ანუ მეგონება რომ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, შიდა ქართლიდან ამერიკელებმა განდევნეს ქართველები რა, ეგეთი განცდა მრჩება ხანდახან რეალურად, ისეთ კომენტარებს ვკითხულობ. ანუ გეგონება ამერიკელები ყოფილან ჩვენი დამოუკიდებლობის მტრები რეალურად და რუსები ყოველთვის მარტო ქართველების დამოუკიდებლობაზე ზრუნავდნენ. მაშინ, როდესაც სად იყვნენ ამერიკელები, როდესაც რუსებმა 1801 წელს ისტორია ხო ყოველას გვაქვს ნასწავლის, სკოლაში მაინც შეიერთეს უკანონოდ ქართლ-კახეთის სამეფო და გააუქმეს ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ეს ხო ფაქტია, რატომ? მიუხედავად გიორგევსკის ტრაქტატის და ყველაფრის და როგორ გვიღალატეს რამდენჯერ და ასე შემდეგ. ხო გასაგებია ეს ყველაფერი. ამიტომ ის რომ ჩვენ დავრჩით სტრატეგიული პარტნიორობის გარეშე, რეალურად შეერთებულ შტატებს რა თქმა უნდა ახალი პარტნიორები დასჭირდა და აგერ სომხეთი, აზერბაიჯანშიც ვნახოთ დარწმუნებული ვარ ასევე ხელშესახები იქაც იქნება ნაბიჯები და გარკვეული თანამშრომლობა რამდენიმე მიმართულებით, შეიძლება ნავთის და გაზის მოპოვების მიმართულებით, შესაძლოა ასევე კასპიის ზღვაზე უსაფრთხოების მიმართულებით სხვადასხვა რაკეტა ან რამე გადასცეს, ვნახოთ, იყო მაგაზე საუბარი, დაველოდოთ უკეთესია და მერე ვისაუბროთ, მაგრამ სად ვართ ჩვენ? არსად ამ დროს და ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა ჩემი აზრით, მით უმეტეს, როდესაც საუბრობთ ტექნოლოგიებზე, ხო? ეს ხელოვნური ინტელექტის ცენტრები, ჩიპების წარმოება, ატომური ენერგეტიკა, ეს ყველაფერი 10 წლეულების და საუკუნის, მოდით მინიმუმ თქვათ, საუკუნის პროექტი არის ეს ყველაფერი. სად არის საქართველო? ჩვენ რაზე გვაქვს გათვლა? ვისთან ერთად ვაპირებთ ჩვენ მაღალი ტექნოლოგიების განვითარებას? თუ მართლა მაღალი ტექნოლოგიების გარეშე TSUS და ესე იგი STU-ს, ანუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯერ გაერთიანებაზე საუბრით, მერე აღარ გავაერთიანებთო და ეხლა ეს გამარჯვება და არის გარკვეულწილად რაზე ვსაუბრობთ საერთოდ? რა შუაშია ეს? რას ცვლის ეს? ტექნოლოგიები არ გაგვაჩნია, იმიტომ რომ პატარა ქვეყნებს სჭირდებათ მოკავშირეები ამ ტექნოლოგიებისთვის. ისრაელიც კი დამოკიდებულია ამერიკაზე ტექნოლოგიების მიმართულებით და ჩვენ ვისთან ვაპირებთ ამ ყველაფერს? თუ ამ ყველაფერს არ ვაპირებთ, როგორი ტიპის სახელმწიფო გვჭირდება? ვისთვის როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ? რუსებისთვის ტურისტული ზონა? თუ დეველოპმენტით ორი ესე იგი, ვიღაცა იტყვის არაბული, ვიღაცა იტყვის უცხოური, რა მნიშვნელობა აქვს? უცხოური რაღაც ქალაქის მშენებლობა. ეს არის ჩვენი სტრატეგიული ხედვა, სადაც ძირითადად ცხოვრობენ უცხოელები, ქართველები ვერ იცხოვრებენ, საქართველოს მოქალაქეები ასე ვიტყვი. რატომ? ძირითადად, იმიტომ რომ ყიდვის საშუალება არ ექნებათ საქართველოს მოქალაქეებს. ძალიან ცოტა საქართველოს მოქალაქე იყიდის იქ თავისთვის ბინებს, სახლებს. მაგრამ სტრატეგიულად რას ვაკეთებთ? საერთოდ. ანაკლიის სპორტი რომ დასრულებული უნდა ყოფილიყო 5 წლის წინ. სად არის? როდის დასრულდება, არ ვიცით. წარმოუდგენელი ამბავი არის, მოკლედ. და მე მწყინს, როდესაც ჩვენ მოქალაქეებს
არ აქვთ სენსიტიურობა, არ გრძნობენ, რომ საგანგაშოდ არის ვითარება. აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ კარგავთ დროს, შესაძლებლობებს და ნამდვილად არ არის ამ ყველაფრის აღდგენა მარტივი, დამიჯერეთ და არ იქნება ამ ყველაფრის აღდგენა მარტივი. ჩვენ უკან მივდივართ, სომხეთი, აზერბაიჯანი წინ მიდიან. ეს არის ფაქტი. სანამ ჩვენ უკუსლას გავაჩერებთ, მერე წინ წავალთ, დავეწევით, არ დავეწევით, როდეს დავეწევით, ნახოთ. და წარმოუდგენელია ნამდვილად, რომ ეს ყველაფერი ხდება საქართველოში, რომელიც იყო ლიდერი და რომელიც იყო რეალურად პრაქტიკულად ერთ-ერთი მსოფლიოში მოწინავე ქვეყანა სხვადასხვა პროექტით, განვითარებით, იდეით, ხედვით და ასე რეფორმით და ასე შემდეგ. რაც არ უნდა პრობლემები ქონდა, მიუხედავად მაგისა, ჩვენ ძალიან მოწინავე პოზიციები ქონდა. ეს არის წარმოუდგენელი ამბავი. მით უმეტეს, რომ ჩვენ ყველაზე სანდო ვიყავით ამერიკელებისთვის და ევროპელებისთვის და მე მჯერა პირდაპირ გეტყვით, რომ ცხადია აზერბაიჯანი და თურქეთი და ცენტრალური აზია თურქული ქვეყნები არიან და თავისი დღის წესრიგი გააჩნიათ, მე მჯერა და ამას ხელს შევუწყობ, რომ საქართველო და სომხეთი ერთობლივად მოძრაობდნენ ევროატლანტიკურ გზაზე. ძალიან მარტივად, იმიტომ რომ ყველაზე ახლოს, რაც არ უნდა პრობლემები ქონოდა, მცირე პრობლემები ისტორიაში, ისიც ძირითადად რუსების დახმარებით, მათ შორის, მაგრამ ჭყალებში, ხო, რუსების ჩართულობით, რუსეთის კგბ-ს, ესე ვიტყვი, ძირითადი ის არის, რომ ჩვენ ყველაზე ახლო ერები ვართ სამეზობლოში ერთმანეთის მიმართ და ისტორია გვაკავშირებს სრულიად სხვა დონეზე. ანუ თან დღეს ეს კავშირები დასავლეთთან, საქართველოს და სომხეთს შეუძლია ერთობლივად აქტიური ნაბიჯებით ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში, ამერიკასთან პარტნიორობა და ამ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია, თუ საქართველოში იქნება ჯერ საქართველოს ინტერესების დამყენებელი ხელისუფლება, ძალაუფლება, მართველი ძალა და ასე შემდეგ. ეს არის ჩემთვის გასაგები ნათელი და ამას უნდა მივახციოთ ჩემი აზრით. სწორედ ამიტომ ასეთი ანალიზი არა მხოლოდ უბრალოდ შევადარე, არამედ ვეცადებ ფაქტებით მეჩვენებინა, ხო, 9 მილიარდი დოლარი ბირთვული მიმართულებით, 9 მილიარდი დოლარი ტრიპის და ჩიპების მიმართულებით სომხეთისთვის. ჯამში საუბარია დაახლოებით 18 მილიარდ დოლარი ინვესტიციაზე. კი ბატონო, უზარმაზარი პერიოდის განმავლობაში არ არის საუბარი არც 5-10 წელიწადზე, ეს ინვესტიცია შეიძლება მოიცავდეს მომავალ 50 წელიწადს მაგალითად, მაგრამ 18 მილიარდი დოლარი ასეთი ტიპის ინვესტიცია მხოლოდ აი ამ რამდენიმე სფეროში, ამას კიდე ემატება სხვა ინვესტიციები სხვა ქვეყნებიდან, სხვა დროში და სხვა სექტორებში, სერიოზული შესაძლებლობა არის, რა თქმა უნდა, სომხეთისთვის. აზერბაიჯანს ისედაც არ აკლდა ბევრი შესაძლებლობა ნავთობის და გაზის გამო და ახლა კიდე მოიმატებს სავარაუდოდ. ამიტომ ჩვენ დროზე უნდა, ასე ვთქვათ, დავუბრუნდეთ განვითარების სწორ გეზზე საქართველოს გულისხმობ და მივახციოთ საქართველოს გაძლიერებას და ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, შეხვდებით შემდეგი ანალიზის დროს.